ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის პოლიტიკური ანალიზისა და კვლევების სამმართველოს ორგანიზებით კონფერენცია ოკუპირებული აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და პრობლემები გაიმართა. კონფერენციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა. მოხსენება მთავრობის აპარატის პოლიტიკური ანალიზისა და კვლევების სამმართველოს წარმომადგენელმა ეკონომიკის დოქტორმა თემურ გოგოხიამ წარადგინა. გადავწყვიტეთ, რომ ჩვენ ხელთ არსებული შესაძლებლობებიდან გამომდინარე ინფორმაციის მოპოვების თვალსაზრისით ჩაგვეტარებინა კვლევა და ჩვენმა სამსახურმა ერთ-ერთმა ამ კვლევის მასალები დღეს წარმოუდგინა საზოგადოებას. თუ რა ხდება ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, კვლევის ავტორები შეეცადნენ მიმოიხილათ და შეესწავლათ ის საკითხები, რომელიც ყველაზე აქტუალურია. ჯანდაცვის სისტემა, საბანკო სისტემა, სამართალდარღვევათა დინამიკა, საკურორტო ინფრასტრუქტურა, დემოგრაფიული მდგომარეობა და რუსეთის როლი და გავლენა ფინანსურ ნაკადებზე, ბიუჯეტის ათვისების თვალსაზრისით და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, კვლევა არ იყო უნაკლო, ჩვენ ძალიან სერიოზული რჩევები მივიღეთ ცნობილი სპეციალისტებისაგან. შეხვედრაზე სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით ოკუპირებულ აფხაზეთში 2012-2017 წლებში არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა განიხილეს. ისაუბრეს პრობლემებზე, ძირითად მაჩვენებლებზე და მოსახლეობის წინაშე არსებულ გამოწვევებზე. კონფერენციაში მონაწილეობდნენ ექსპერტები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და ხელისუფლების წარმომადგენლები. მონაწილეები შეთანხმდნენ მომავალშიც გააგრძელონ ერთობლივი მუშაობა, არსებული პრობლემების ანალიზისა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავების მიზნით. დღევანდელი ღონისძიება ნამდვილად კარგი იყო იმ მხრივ, რომ შეიძლება ეს არ არის სრულყოფილი სტატისტიკა, შეიძლება ეს არ არის სრულყოფილი ინფორმაცია და ძალიან ბევრი ხარვეზი იყოს, თუმცა ტენდენციის გასაგებად მაინც ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი მონაცემები იმისთვის, რომ ჩვენ გავიგოთ, რამდენად დაახლოებული ვართ თუ შორს ვართ დღევანდელ აფხაზეთთან. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთ ტიპის ღონისძიებები იმართებოდეს. ეს როგორც პირველი ძალიან საინტერესოა, რომ იმისთვის, რომ რაღაც ბაზა გაჩნდეს და ამას რა თქმა უნდა შეიძლება ჩვენ დავაშენოთ უამრავი მიმართულებით, მაგალითად, თუნდაც იგივე ენერგოსექტორის მიმართულებით, ტრანსპორტის მიმართულებით, ტურიზმის მიმართულებით, სხვადასხვა კვლევები, რომელიც მოგცემს შესაძლებლობას დავინახოთ, რისი გამოსწორება არის შესაძლებელი. დღეს ჩატარდა ძალიან კარგი ღონისძიება, მომზადდა აფხაზეთის ტერიტორიის სოციალურ-ეკონომიკური დღეს არსებული მდგომარეობის დიაგნოსტიკა და ამის ირგვლივ გაიმართა მსჯელობა. დღეს რთული მდგომარეობა ზოგადად სტატისტიკასთან დაკავშირებით, რთული მდგომარეობა, რომ ასეთი სპეციალიზირებული კვლევითი ცენტრები არ არსებობს, მით უმეტეს ასეთი ფოკუსირებული დაუშვათ აფხაზეთის და საერთოდ რეგიონებთან დაკავშირებულ საკითხებთან საქართველოში და ამ ფონზე წარმოდგენილი მასალა იყო ძალიან ფასეული და მნიშვნელოვანი ჩვენთვის, ვინც აქ ვესწრებოდი და ვფიქრობ, რომ ის მნიშვნელოვანია მთლიანად საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის ანალიზისათვის.